მოგესალმებით, თვითფასო ტელემაყურებლებო. გუშინ წინ ხელი მოეწარა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. გილოცავს ხალხო, გილოცავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სიკეთეებთან ერთად ჩვენი სამამულო ტრადიციული პროდუქტი გავა ევროპაში, ევროპის ბაზარზე. ამ პროდუქციას სჭირდება სწორი რეკლამირება. მაგალითად, მე ასეთ რეკლამას გავუკეთებდი საცივს. საცივი, გემრიელი კერძი, რომელშიც შეგიძლიათ დაიძინოთ კიდეც. ან მაგალითად ჩურჩხელა. ეს ის არაა, რასაც თქვენ ფიქრობთ. იჭმევა. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ბევრი ადამიანის დამსახურებაა. მათ შორის გამოყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ მოქალაქეებს გვინდა რომ შევიკრიბოთ და ამ კაცს მადლობა გადაუხადოთ საჯაროდ, ჯგუფურად, კოლექტიურად. ოღონდ მიშა ჩამოდი. არა. კარგი. ასოცირებას რომ ხელი მოვაწერეთ, გაუხარდა ყველას. ამერიკელებს, ევროპელებს, ჩვენი მეზობლების დიდ ნაწილს, ხოლო ვისაც არ გაუხარდა, იმათ ჯერ ფეხბურთი ისალონ და მერე გველაპარაკონ რა. დაბრუნდეთ საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოდა გააუქმა მორატორიუმი უცხოელების მიერ ქართული მიწის შესყიდვაზე. ანუ აწი ყველა უცხო ტომის წარმომადგენელს შეიძლება ჩვენი ძირძველი მიწის ყიდვა. ჩამოვლენ ახლა ეს ფერმერები, იყიდიან და დაამუშავებენ ყამირ მიწას, მოიყვანენ უფრო მოსავალს, გაიაფდება პროდუქტი, გაიხარიებს გლეხი ქალაქელი, ბიუჯეტი და რაღაცე ვიწუწუნებთ, რაღაცე, არ გვინდა ეს მორატორიუმის გაუქმება. საქართველოში დაიწყო ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა ჯგუფმა ეს გააპროტესტა და მოითხოვა ქართული გამოცდების ტესტების შევსებისას მკაფიოდ განგვისაზღვრეთ, რამდენი გრამატიკული შეცდომის დაშვების უფლება გვაქვსო. პროტესტანტებს ხელში აი ეს პლაკატი ეჭირათ, ეხლა გაჩვენებთ. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, პრინციპში გაჩვენებთ ეხლა რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა. გავსინჯე მარიხუანა ერთხელ ცხოვრებაში და ძალიან არ მომეწონა და გავსინჯე ერთხელ კოკაინი. ნუ აი კოკაინის შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ ქალბატონო სალომე, მარიხუანა რო გასინჯეთ, ის შემთხვევა კარგად გვახსოვს, აი? ხაიშის იყო, ხაიშის. ოკუპირებულ ცხინვალში უნდა გაიმართოს დემოკრატიული რეფერენდუმი. კითხვით, გსურთ თუ არა რუსეთთან შეერთება. ჩვენ ვნახეთ ბიულეტინი, რომელზეც პასუხის სამი ვარიანტია. დიახ, რა თქმა უნდა, კონეშნა. გიგი უგოლავა აღარ ითხოვს მერად აღდგენას. შესაბამისი სარჩელი მან სასამართლოდან 3 დღის წინ გაიტანა. აბა რა, ძმაო, წუთი-წუთზე ციხეზე უნდა შევიძეს და ბოზის სახელით ხო არ შევარ. მერობის კანდიდატი დათო ნარმანია ტელედებატების გამართვას ნეიტრალურ ადგილას ითხოვს. თვითფასო მერობის კანდიდატებო მელია და ნარმანია. ნახეთ რა არჩევანი გაქვთ. გრიგოლია, სანაია, აგუბარდია, სიჭინავა, გაბუნია, ბოლო-ბოლო ხოფერია, სულ თქვენი არ არის ყველა? რაღა ნეიტრალურ ადგილს ითხოვთ მეც? გაზის საბადო აღმოაჩინეს იორ მუღალოში. ათვისების შედეგად საქართველოში ძალიან გააფთება გაზი. ბიუჯეტში შევა დიდი ფული. ყველანი გამდირდებით. თბილისის დინამო იყიდის ძალიან მაგარ ფეხბურთელს. გავა ჩემპიონატ თასის ფინალში. მთელი მატჩი ითამაშებს 0-0-ს, მერე ბოლო წუთზე მოწინააღმდეგეს კარში დანიშნავენ პენალტს. ჩვენები დაარტყავენ და ვერ გაიტანენ. არ გვინდა ასეთი გაზი, არა. თვითფასო ტელემაყურებლებო, დადგა დრო ჩვენი გამოკითხვისა.